ძლიერად დაგირტყო. 10 წლის სანდრო მელია ესპანელი ვუნდერკინდის ლამინ იამალის მაისურით კოტორაატ კარის სტადიონზე ფეხბურთს ახლა დედასთან ერთად თამაშობს. მამის ნაცვლად ამ კარის დაცვა თითქმის 3 თვეა მაიკო ბეგიაშვილს უწევს. გოლ! კაი და მომიხა. თამაშს შორიდან უყურებს ნიკა მელიას მამა, რომლის შვილიც უკვე მეორედ ჩასვეს ციხეში და თან აბსურდული მიზეზით წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. ნიკას დაჭერის მიზეზს როგორც ირკვევა, სანდროსაც ხშირად ეკითხებიან თანატოლები. იმიტომ რომ თავისუფლება უნდა და მაგიტომ ბიზნესა ჩასვა. პოლიტიკა გიგია? არა, პოლიტიკა არ ვიცი. იაპ ვინ იცი პოლიტიკოსებიდან შენ? ნიკა გვარავია, ზურა, საფო ჯაფარიძეშვილია, ჩემი კლასელი, ჩემი საუკეთესო მეგობარი არის. სანამ მამა ციხეშია, სანდროს ბევრი საქმე აქვს. აი იქედან გვირეკავს და გვიგეგმავს სანდროს გიტარის მასწავლებელს. მოუსვენარი ადამიანია. ონლაინი არა გიტარაზე. და გიტარაზე როგორ უნდა იარო? რა ვიოდო მასწავლებელმა და რეკოს და რაღაცები. და მამაშას რომელი სიმღერა უყვარს ყველაზე სანდრო იცი? არ ვიცი სახელი, ილია თოფურია გამოდის ჩხუბებზე მაგ სიმღერით არ ჯერ ახლა დავიწყე და აკორდების სწავლა და ახლა რაღაცის მეგონი ესე იყო. ესე იგი მამას უყვარს ესპანური სიმღერები? რავი, მეგონი ხო. ალბათ უყვარს. ფეხბურთელებიც. ფეხბურთელებიც ესპანელები უყვარს. ქართველებს ძალიან არა. ნიკა მკაცრი მამა? არა. დედა უფრო მკაცრია თუ მამა? დედა. იმ დღეს გავაბრაზე და აუ წადიო რა შენ ჩაჯექი და ნიკა გავაშია. ვერ ვავსებთ ამ სისარიელეს და ვეძებთ რაღაცა სხვადასხვა გზებს. ანუ მამა ეხან ახავს ამ ძაღლს ხო პირველად? ანუ ნიკას გარეშე არ იძინებს ფაქტიურად ხო ფიზიკურად თუ არა ესე რა. ეს რიტუალი ახლა რამ ჩაანაცვლა? ეხა რიტუალი ჩაანაცვლა წულწოდმა რომ მოენატრა მამა ყველა ზილის წინ გამორიცხულია ერთი ღამეც რო ისე დაიძინოს რომ ნიკა მომენატრას იძახის და მე მეუბნები რა ხო მეც მაგრამ არა უშავს სამაგიეროდ რაღაცა მაგარი მამა ყავს მაგრამ თავისთან უნდა ეს მაგარი მამაც ნიკას მეორე დაჭერის ამბავი ოჯახს სანდრომ შეატყობინა. ბავშვმა ტევე პირველი სეთერით შემთხვევით გაიგო რომ ლისის გზაზე მამას დახვდნენ და სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე გაიტაცეს. მაიკო გვეუბნება რომ სანდრო უკვე იმ ასაკშია როცა ვეღარ აფერს უმალავენ განსხვავებით პირველი პატიმრობისგან. მაშინ ნიკა მელიას შვილმა იცოდა რომ მამა მივლინებაში იყო. საჩუქრებს უგზავნიდა იქედან და რაღაცნაირად გავაპარეთ მაშინ. თუმცა ეხლა ცოტა ხნის წინ მითხრა რომ მე მაშინაც ვიცოდიო. ოღონდ არ იძახდა ხო ეგეთი ტიპია. ეხლა უკვე დიდია. ჩემზე ადრე იგებს ამ ყველაფერს და ნუ ეხლა მამა გაიტაცეს, არც დაიჭირეს, სტანდარტულად არც ერთხელ არ დაუჭერია, სულ რაღაცა სპეცოპერაციები. ხო, აბა შემოვარდა, მამა გაიტაცეს, ვინ იყო? მიშველაძე აცხადებს, რომ მელია გაიტაცეს და გამოვარდა ბავშვი ნიკა გაიტაცეს, როგორია. ნიკა მელია მესამე თვეა რუსთავის ციხეშია. ექიმი ანზორ მელია ახლა ყველაზე მეტად შვილის ჯანმრთელობაზე ნერვიულობს. ნიკა საკანი არის განთავსებული მესამე სართულზე თუ მეოთხეზე, არ მესამეზე. ანუ სახურავთან ახლოს. სახურავდა. იმ სიცხე ჩამოდის და მამაო აუტანელიაო და ფაქტიურად ჟანგბადი არ აქვს. ტყვეობაში მყოფი პოლიტიკოსი მისთვის გამოყოფილ სასაუბრო დროს მთლიანად შვილთან ლაპარაკში ატარებს. სანდრო ახლა მამის ახალი ამბების წყაროა. რომ ირეკავს რაზე გელაპარაკება? ფეხბურთს თამაშობს. ეს უთხარი რომ შენ ფეხბურთის სოფლი ამბებს რომ უყვები. ნიკა რომ ირეკავს, მეუბნება მაგის საყურელ გუნდში ვინ გადავიდა, ვინ გაყიდეს, თამაში მოიგეს წააგესა და კაი ფეხბურთელები გადავიდნენ და ნიკა საყურელ გუნდში და იმედია შემდეგ წელს მოიგებენ რამეს. თასი არ მოუგიათ 20 წელი.
თუ რაღაც. ანუ სპორტულ ახალ ამბებს შენგან იგებს მამა, ხო? ხო. და შენ სად კითხულობ ამ ყველაფერს? აპლიკაცია მაქვს ფეხბურთის.